ერთხელ სიამაყით ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ რაც იზრდება რეპრესიები რეჟიმიდან, მით უფრო მეტია წინააღმდეგობა და ამის ჭეშმარიტი მაგალითია ლაშა, აგერ მეგობარი, რომელიც ახლახანს გამოვიდა, იგივე განწყობა, იგივე ცეცხლი და სამწუხაროდ დიქტატორმა ქვეყანაში გახსნა საკონცენტრაციო ბანაკი, რომლის პატიმრები ვართ ყველა, გარეთ ყოფითაც და შიგ დაპატიმრებულების. ხო, ეს ბანაკი ძალიან მალე დაინგრევა და ქართველი ხალხი განთავისუფლდება და ამის ჭეშმარიტი მაგალითია ლაშას თავდადება და ბრძოლა, რომელიც აი ასე წარმატებით და აღმავალი გზით მიდის. ასევე და დავამატებ, რომ ჩვენ უკან დასახელებს რა არა გვაქვს, მთელი ქვეყანა დაპატიმრებული აქვს ივანიშვილს და არ ვაპირებთ გავატანოთ არც სახში, არც რუსეთში, არ ვაპირებთ საქართველოს ქართველების გაის დავატოვებინოთ, რაც გრძელდება, არ ვაპირებთ ადამიანები ვახოცინოთ, ჩიმშილით, გარემოს დაბინძურებით, ძეგლები ვაგრევინოთ, ეკლესიები ვაგრევინოთ, რაც გრძელდება და ასე რომ ყველა ნორმალური ადამიანის ელემენტარული ვალია 14 დღიანი საკუთარი ცხოვრების 14 დღე მაინც მიუძღვნა ამ ქვეყანას და ეჯერადად გადაკეთოს რუსთაველი, რაც ჩვენი კამპანია იყო და როგორც ვიცით, წარმატებით გრძელდება და ყველას მადლობა, აქ ვინც არის, შეიძლება კიდევ ნაწილი მოხდეს, მაგრამ არა უშავს. საკუთარი სამშობლოს 14 დღე არის შეწირვა არის პატივი და არა სასჯელი. მადლობა. მადლობა. გამარჯვებული ვარ კაცო. იმედე გამარჯვების სერვისზე სასერტად.